უნდა გაგიმხილოთ, მე ვიყავი და ვცვლი პოზიციას და აღარ ვარ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებატების მომხრე. ერთის მხრივ, რასაც ვამბობდი, ლოგიკური იყო, ჩემი არ იყოს სხვებიც ამბობდნენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების დებატებში დამარცხება არის გარდაულად მნიშვნელოვანი და სწორი იქნებოდა, თუ ისინი დებატებში მიიღებდნენ მონაწილეობას მართალ სწორ მნიშვნელოვან საკითხებზე დებატებში მიიღებდნენ მონაწილეობას, ერთის მხრივ ეს სწორი არგუმენტი იყო, მაგრამ მეორე მხრივ ის არგუმენტი მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, რომელიც ჰქონდათ ოპონენტებს, ჩვენივე საზოგადოების მნიშვნელოვან პერსონებს და რომლის თანახმადაც დებატებში მონაწილეობა ქართული ოცნების ერთგვარ ლეგალიზაციას ემსახურება და მოემსახურება და სიტუაციის ნორმალიზებას ემსახურება და მოემსახურება, ეს არგუმენტი უფრო წონიანია როგორც ჩანს და ამას ვაღიარებ, რომ ჩემი თავდაპირველი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება უნდა დაამარცხო მისივე მოედანზე, იმედზე, პოზიტივიზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რუსთავიორზე, ეს პოზიცია სწორი კი იყო, მაგრამ აღარ არის განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც მე გავეცანი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო დააპატიმრა ერთი კონკრეტული პირი, სანდრო და სხვების დაპატიმრებასაც აპირებს, სანდრო მეგრელიშვილი და 4 დღიანი, თუნდაც 4 დღიანი, ხო თითქოს რა არის ეს 4 დღე, მაგრამ 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მე წაგიკითხავ, ტროტუარზე დგომის გამო სანდრო მეგრელიშვილს სასამართლომ 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, გადაწყვეტილება ბანდიტმა მოსამართლემ, ვინმე დავით მაკარაძემ მიიღო. ეს მაკარაძე რა საკვირველი არის? მთლიანად ქართული ოცნების კლანის და კონკრეტულად სასამართლო კლანის, კონკრეტულად მურუსიზის კლანის წარმომადგენელი, რაც უთხრეს, ის გააკეთა და არ უმოქმედია მას საკუთარი სინდისის კარდახით ან სამართლის ნორმების მიხედვით თუ თანახმად. სანდრო მეგრელიშვილი პირველი მოქალაქეა, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეეფარდა გუშინ 22 იანვარს. ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალ დამრღვევა ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაანთავისუფლა. ანუ ვინმე მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს არ ჩაუდენია ის, რაც ჩაიდინა მოსამართლე დავით მაკარაძემ. ერთი და იგივე საქმეა, წარმოიდგინეთ, ქართული ოცნების მომხრეებს მიმართა უფრო ერთი და იგივე საქმეა. ტროტუარზე დგას ერთი მოქალაქე, ამ შემთხვევაში სანდრო მეგრელიშვილი და მეორე შემთხვევაში დგას ტროტუარზე რეზი დუმბაძეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან ანთავისუფლებს ერთი მოსამართლე, ხოლო მეორე მოსამართლე კლანის წევრი ანთავისუფლებს კი არა, აპატიმრებს ამ შემთხვევაში მოქალაქე სანდრო მეგრელიშვილს. ეს წითელი ხაზია. რა დებატებზე მელაპარაკებით, როდესაც ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, მესამეს მხრივ, მეხუთე, 51 მხრივ ჩადიხართ ესეთ დანაშაულებს კონკრეტული მოქალაქეებს, არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ. სანდრო მეგრელიშვილი პირველი მოქალაქეა, მეთქი გითხარით, მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდამღების ოქრები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე ვადით და უკვე შემდგომ განმეორების შემთხვევაში, როგორც ვიცი, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ეს ჯოჯოხეთური ხელისუფლება, სერგო ორჯონიკიძის მემკვიდრეები აპირებენ, რომ 1 წლით ან 1 წლამდე ვადით გაუშვან ესა თუ ის პირი გაუშვან საპატიმროში, ამას აპირებს, როგორც იცით თქვენ, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზეც კი, არა თუ უმნიშვნელო საკითხებზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზეც კი დებატები ამათთან რაზე უნდა შედგეს, მეთქი ახლა უკვე საკუთარ თავს ვეკითხები, საკუთარ თავს იმიტომ, რომ 1 საათის წინ, 1 დღის წინ, რაღაც 15 საათის წინ მე აკითხარით, რომ მომხრე ვიყავი ამ გვარი დებატებისა და ქართული ოცნების მისივე მოედანზე დამარცხებისა
მისივე მოედანზე დამარცხებისა მომხრე გახლდით. მართლაც შეუძლებელია წარმოუდგენელია რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ ასეთ საშინელებებს ჩადიოდეს და მეორეს მხრივ ცდილობდეს რომ დებატებში სწორი არგუმენტია, ჩანს სწორი არგუმენტია ეს, მეორეს მხრივ დებატებში გვეპატიჟებოდეს და გვეუბნებოდეს რომ აი ახლა მოდი ვიმსჯელოთ იმაზე კონკრეტულად ასე მაგალითად თუნდაც ამ საკითხზე სანდრო მეგრელიშვილმა დაარღვია თუ არა კანონი. დიახ, ფორმალისტური თვალსაზრისით გაგიკვირდება და სანდრო მეგრელიშვილმა კანონი დაარღვია, მაგრამ როდესაც რეჟიმი არსებობს, როდესაც არსებობს უკანონო ხელისუფლება, როდესაც ეს უკანონო ხელისუფლება იღებს რაღაც კანონებს და აღასრულებს ამ კანონებს, ეს კანონები ბუნებრივია სამართლიანად და სამართლებრივადაც გამართულად, მაგრამ სამართლიან კანონებად ვერ ჩაითვლება. სამართლიანობა და სამართლებრივობა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. როდესაც ან ერთი ნორმაა მორღვეული, ან მეორე ნორმაა მირღვეული, ამ შემთხვევაში კანონი გავბედავ და ვიტყვი ზალით რასაკვირველია აღასრულებს და იჭერს ამ პატიოს ამ შემთხვევაში ამ პატიოსან კაცს, ამ შემთხვევაში სანდრო მეგრელიშვილს და სხვა შემთხვევაში სხვა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, მაგრამ კანონი შეძლების დაგვარად არ უნდა ახსულდეს ყველაფერი. კარგიც კი, რაც მიუღია რა გადაწყვეტილება თუ რამ მიუღია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ის კარგიც კი რეალურად არის უკანონო გადაწყვეტილება პირთა იმ ჯგუფისა, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა გასული წლის კი არა 2024 წლის 28 ნოემბრიდან. აქედან გამომდინარე, ეხლა ისევ დებატებს რომ მიუბრუნდე, აზრი როგორც ჩანს დებატებს ამ პირებთან, რომლებიც მეორე მხრივ ანგრევენ სახელმწიფოს, ებრძვიან მოქალაქეს და ასე შემდეგ, არანაირი აზრი არ აქვს რომ ვიცოდეთ მაინც. ამ ხელისუფლებას წოდებულმა ბანდამ რეალურად გააუქმა სახელმწიფო, გააუქმა არჩევნები, აუქმებს პოლიტიკურ პარტიებს, სდევნის აპატიმრებს და მძევლებად იყვანს თავისუფლების მოყვარი და თავისუფლებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს. ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა სჩადის ყველაფერს და იმისთვის რომ აი ვინმე წამოაგოს და აკი გითხარით რომ მეც ალბათ კი არა ნამდვილად შევცდი, ოღონდ უკან არ ვიხევ, იმიტომ კი არა რომ უკან დახევა სათაკილოა. არა. მე უკან არ ვიხევ იმ თვალსაზრისით ვამბობ ამას რომ ადრე ასე მეგონა რომ მისი მოედანზე უნდა დამარცხდეს ხელისუფლება წოდებული ბანდა, ახლა გვეპატიჟება რაღაც დებატებზე და მე უნდა რომ კონტრპიარი აგოროს თუ აგვიგოროს. წითელი ხაზები არაერთხელ გადაკვეთა და კიდევ ერთხელ გადაკვეთა ამ შემთხვევაში სანდრო მეგრელიშვილის დაპატიმრებით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და ედებატოს შესაბამისად ნინო წილოსანი ყურძნის მოსავალზე თუ თხილის მოსავალზე თუ გზებზე თუ რაღაც ინდექსებზე თუ ეკონომიკურ ზრდაზე თუ ასე შემდეგ ედებატოს პირობითად ნინო წილოსანი, პირობითად სოზარ სუბარს და ასე გაატარონ ტელეკომპანია იმედზე ასეთი ვერბალური ჭიკჭიკი გამართონ ასე მაგალითად ტელეკომპანია იმედზე ამ ორმა ბანდიტმა და კიდე სხვებმა, რომლებიც ამ ქვეყანას ანგრევენ. არ გამოვა ასე, თუ დებატები უნდა შემდგარიყო, მათ უნდა გაეცათ პასუხი ერთ და მთავარ კითხვაზე, რატომ დაანგრიეთ ეს ქვეყანა და ქვეკითხვები ეხება სანდრო მეგრელიშვილს, ზია ამაღლობელს, ვიადრატიანს, 120 და 130 სინდისის პატიმარს, იმ რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მიიღო, აი ამ თემებზე თუ შედგებოდა, მაგრამ ამ თემებზეც კი არ აქვს აზრი დებატებს ამ ბანდასთან, რომელმაც ესე დაანგრია თქვენი და ჩემი სახელმწიფო. ეს არის ჩემი, ახლა უკვე ასე გეტყვით საბოლოო პოზიცია. ნახვამდის.